ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა თამარ გლონდთან და ანა ლაბიაშვილთან ერთად. მოგესალმებით, თბილისის დროით 18 საათი და 1 წუთია, უსმენთ რადიო მაესტროს FM 94.7-ზე და 7-ზე. ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა, რომელსაც მე ანა ლაბიაშვილი წაუწყობი და სანამ ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებდეთ დღის მნიშვნელოვან თემებზე, იქამდე გაგაცნობთ იმ სიახლეებს, რომელიც ბოლო წუთებში გავრცელდა და კვლავ აქტუალური არის ვიზა ლიბერალიზაციის თემა და განსაკუთრებით ამ მიმართულებით ის აქცენტები, რომელიც დასავლური პრესის მხრიდან კეთდება. კიდევ ერთხელ გამოიცა გერმანულ ბეჭდურ გამოცემებში საქართველოს და ქართველების მიერ კრიმინალური სტატისტიკა. გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების დანაშაულებრივ ქმედებებს საკმაოდ ვრცელ სტატიას უძღვნის და გამოცემის თანახმად თუ 2014 წელს საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით 3697 მაღაზიის ქურდობის ფაქტი მოხდა, უკვე 2015-ში ეს რიცხვი 35%-ით არის გაზრდილი და 4985-მდე არის გაზრდილი. გერმანიის კრიმინალური პოლიციის მონაცემებით 2014 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ მიყენებულმა ზარალმა 370 მილიონი, 2015 წელს კი 500 მილიონი ევრო შეადგინა. Frankfurter Allgemeine Zeitung წერს, რომ ხშირად კრიმინალები საქართველოდან იყენებენ თავშესაფრის მიღების გერმანულ სისტემას. მაგალითად, თუ 2011 წელს თავშესაფრის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 527 მოქალაქემ შეიტანა, 2012 წელს ამ რიცხვმა 2486 შეადგინა, ხოლო 2015 წელს ეს მონაცემი უკვე 3196-ს აღწევს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მაისის ჩათვლით კი გერმანიაში თავშესაფრის მიღების განაცხადი საქართველოს 1141 მოქალაქემ შეიტანა, ამასთანავე წელს გერმანიამ თავშესაფარი მხოლოდ საქართველოს ერთ მოქალაქეს მისცა. გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადის განხილვის პროცედურა კი 12 თვემდე გრძელდება და გამოცემის თანახმად ხშირად საქართველოს მოქალაქეებს განაცხადი შეაქვთ მხოლოდ იმ მიზნით, რომ გერმანიაში რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩნენ. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მათი ნაწილი იყენებს გერმანიაში კანონიერად ყოფნის პერიოდს იმისთვის, რომ იგი დანაშაული ჩაიდინოს, აცხადებს გამოცემა და მოყვანილი აქვს კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელის მიხეილ ნაგელის სიტყვები. Frankfurter Allgemeine Zeitung წერს, რომ განაცხადის შინაარსი, რომელიც საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს შეაქვს, ნათლად ადასტურებს ამ ეჭვებს. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი თავშესაფრის მიღებაზე განაცხადის შევსებისას აღნიშნავს, რომ საქართველოში მწყემსი იყო, შემდეგ მას 5 ცხვარი მოპარეს, მის ფარას ავტომობილი შეეჯახა, რის გამოც გერმანიაში მოუწია წასვლა. გერმანიის სამართალდამცავ უწყებებში ამბობენ, რომ მსგავსი განაცხადები საქართველოს მოქალაქეებისათვის დამახასიათებელია. შეგახსენებთ იმას, რომ გერმანული გამოცემები პირველად არ აქვეყნებენ ამ საკითხთან დაკავშირებით სტატიებს, რომელიც უკავშირდება ქართველი კრიმინალების ზრდას. თუმცა წინა შემთხვევებში, მაგალითად, არანაირი სტატისტიკის მოშველიების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარკვეული სამუშაო ჩაატარა, რის შემდეგაც საკმაოდ დიდი გერმანული გამოცემების მხრიდან მოხდა შესწორება სტატიებში, რადგან მათ არ ჰქონდათ არანაირი სტატისტიკური მონაცემები და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია თუ რას ეფუძნებოდა ის განცხადებები, რომელიც მათ სტატიაში იყო მოყვანილი. იყო პოლიტიკური ვერსიებიც ამ თემასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ეს კამპანია, რომელიც გერმანულ გამოცემებში არის ნაწარმოები, უკავშირდებოდა რუსული რბილი ძალის გამოვლენას, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ეჭვების არსებობის საფუძველი ნამდვილად არსებობს და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაერთი განმარტება მოვისმინეთ იმაზე, რომ რეალურად ეს არ შეიძლება იყოს მიზეზი იმის, რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის მიღების თარიღი დაუგვიანდეს ან საერთოდ შეუფერხდეს. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების განმარტება ასეთია, რომ ეს არის დიდი პოლიტიკის ნაწილი. მათ შორის ჩვენ მოვისმინეთ გერმანული მხარის მხრიდან, კანცლერის და შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომელშიც აღნიშნული არის, რომ საქართველოს ყველა პირობა აქვს დაკმაყოფილებული იმისათვის, რომ ვიზა ლიბერალიზაცია საკმაოდ დაჩქარებულ დროში მოხდეს და ამისათვის არ არსებობს არანაირი შემაფერხებელი ფაქტორი, მათ შორის არც კრიმინალი, თუმცა რა თქმა უნდა ამ საკითხსაც ყურადღებას აქცევენ, რაც შეეხება ევროპულ პოლიტიკას. ამ შემთხვევაში გერმანიის და საფრანგეთის პოზიციები ერთმანეთის პრაქტიკულად იდენტური არის და გერმანული მხარე შედარებით ღიად და მკაფიოდ აფიქსირებს იმას, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ვიზა ლიბერალიზაციას მათ შორის საქართველოსთვის, თუ კი მოხდება ამ პრივილეგიის შეჩერების მექანიზმის შემოღება, თუმცა ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ეს რაც შეეხებოდა ვიზა ლიბერალიზაციას, თუმცა საქართველოში რა თქმა უნდა აქტუალური არის არჩევნები, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს.
მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი დეტალია გაურკვეველი, მათ შორის ისიც თუ რა სისტემით ჩატარდება არჩევნები და როგორი იქნება საარჩევნო კოდექსი. საკანონმდებლო ორგანოში ჯერ ისევ განიხილავენ იმ პირობებს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს, მათ შორის აქტუალური არის მედია რეგულაციების თემა და ის ვალდებულება, რომელიც სამაუწყებლო კომპანიებს დაეკისრებათ, მათ შორის უფასო სარეკლამო დროის განთავსებასთან დაკავშირებით. მედია მფლობელები საკმაოდ პრეტენზიულები არიან ამ კანონთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ეს არის კერძო საკუთრებაში ჩარევა და ეს იქნება ძალიან დამაზარალებელი, თუკი მათ დაევალებათ, რომ ყოველ საათში 2 წუთს ნახევარი პოლიტიკურ პარტიებს დაუთმონ უფასო სარეკლამო დროისთვის, როგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, მათ შორის პრაიმ ტაიმში ასეთი დროის დათმობა იქნება მათთვის ძალიან დიდი ზიანის მომტანი და აღარ იარსებებს ინტერესი თუ რატომ უნდა განათავსონ პოლიტიკურმა პარტიებმა სარეკლამო რგოლები ამ კომპანიაში, ისე რომ მათ ფული გადაიხადონ. მნიშვნელოვანი საკითხი არის საარჩევნო გარემო თავად პოლიტიკური პარტიების აქტიურობიდან გამომდინარეც. ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა განცხადება გაავრცელა. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ სპეციალურად უნდა შეიქმნას ის კოდექსი, რომელიც პარტიებს ერთმანეთთან შეთანხმებით გარკვეულ წესებს დაუდგენს თუ როგორ უნდა წარიმართოს წინა საარჩევნო კამპანია, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი არის მოსაზრებები, როგორც პოლიტიკოსები აცხადებენ, არანაირი გეგმა და არანაირი შეთანხმება ამას არ უშველის. ელენე ხოშტარია მაგალითად დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მშვიდობიანი ჩატარების გეგმა რეალურად ხელისუფლებას არ გააჩნია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის ათეულის ერთ-ერთი მოწინავე კანდიდატი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ებრძვის მედიას, აქეზებს ძალადობას და რეალურად მსგავსი განცხადებები არაფერს სიკეთეს არ მოუტანს წინა საარჩევნო გარემოს. ამის გარდა დღეს მთავრობის წევრები საკმაოდ აქტიურები იყვნენ ამ თემაზე საუბრისას. მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წარმომადგენელმა ერთდროულად ისაუბრა პრემიერის განცხადებაზე და მათ აღნიშნეს, რომ ეს მისასალმებელი საკითხი არის და რა თქმა უნდა პოლიტიკური ნების გამომხატველიც და ამბობენ, რომ წინა საარჩევნო კამპანიისას ძალადობა უნდა რა თქმა უნდა იყოს აკვეთილი და განსაკუთრებით კორცხალის ინციდენტის გახსენებისას ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ეს იქნება სწორედ პრევენცია იმისათვის, რომ ყველამ ნათლად დაინახოს თუ რა პოზიცია აქვს ქვეყნის ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს წაქეზება ძალადობის რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი დარეგისტრირებულია უკვე 2 სარეფერენდუმო კითხვა, მოხდება თუ არა რომელიმე ოქტომბერში ჩასატარებელი არჩევნებისას ერთ-ერთ ბიულეტინზე, ეს ჯერჯერობით უცნობია. ერთი შეკითხვა უკავშირდება ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებას, ხოლო მეორე თუ რა ითვლება და რა შეიძლება იყოს სამოქალაქო ქორწინება და როგორ შეიძლება იყოს თუ არა ის ქალისა და მამაკაცის ერთობა და ცესკოს თავმჯდომარემ დღეს ისაუბრა ამასთან დაკავშირებით, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას რეფერენდუმის დანიშვნის ან არ დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს. კითხვაზე მოესწრება თუ არა, რომ ეს სარეფერენდუმო კითხვები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პერიოდისათვის იყოს უკვე საბოლოო დამტკიცებული ან უარყოფილი. თამარჯვანიამ განაცხადა, რომ ტექნიკურად ეს შესაძლებელია, თუმცა ვადები დამოკიდებული არის არაერთ ფაქტორზე, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან დღესვე სამუშაო შეხვედრა იმართებოდა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარტიების წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესახებ წარუდგინეს პრეზენტაცია და მონაწილეები დეტალურად გაეცნენ საარჩევნო ოლქებში უფლებამოვალეობებს და კანონით დადგენილ და მათ მიერ გასატარებელ ღონისძიებებს. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ცესკოს მიერ შემუშავებული არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმას და როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ეს დოკუმენტი არსებით მნიშვნელობას ატარებს ეფექტური მართვისთვის, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში, ისე პროცესში ჩართული მხარეებისათვის. ეს იყო საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დღეს აქტუალური თემები, თუმცა არჩევნების მოლოდინში ქვეყნის ხელისუფლებას კიდევ ერთი საზრუნავი აქვს და ეს უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ მოვისმინეთ არაერთი კომენტარი, მათ შორის იუსტიციის მინისტრის განმარტება, რომ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს მედიის წარმომადგენლებმა გუშინ ამ თემაზე კითხვა დაუსვეს და ბიძინა ივანიშვილსაც გაუჩნდა თავად კითხვა, რატომ არ მოხდა ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიება. დღეს გაირკვა, რომ პროკურატურამ საქმის ძიება დაიწყო. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ჩვენი ვალდებულებაა, ეს უკვე დღევანდელი განცხადება მანანა კოპახიძის მხრიდან, რომელმაც სტრასბურგში ისაუბრა ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ კვირას
მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელი ამბობდა, რომ საერთოდ არ არის საინტერესო ამ საქმის გამოძიება, რადგან ის ვერ ხედავს სამართლებრივ საფუძველს. თუმცა, რადიო მაესტროს ეთერში მათ შორის მისი მოადგილე კედევან ფოფხაძე ადასტურებდა ინფორმაციას, რომ რეალურად მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია და კითხვებზე პასუხი თუ რა მოხდა და იყო თუ არა ის ფაქტი, რომელზეც ვანო მერაბიშვილი საუბრობდა. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, როდესაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ყვებოდა, რომ მისი ციხიდან გაყვანა მოხდა და აიძულებდნენ, რომ გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით მას ჩვენება მიეცა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ძიების საფუძველი არ გამხდარა. თუმცა, როგორც აცხადებდნენ პროკურატურაში, გამოძიება უკვე დაწყებულია და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კითხვა, რატომ არ იწყებოდა გამოძიება, თავად ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა. ლევან ბერძენიშვილმაც ისაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით და ის აღნიშნავს, რომ კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გაჯიუტვდა და ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა რატომ არ მოხდა მისი განცხადების საფუძველზე გამოძიების უფრო ადრე დაწყება, რატომ არ დაიკითხნენ ის ადამიანები, ვინც თუნდაც ვანო მერაბიშვილის პატიმრობის დღეს დრაგის შემადგენლობაში იყვნენ. ამ კითხვაზე პასუხი მთავარ პროკურატურას არ გაუწია. არც მთავარი პროკურორი, ყოფილი მთავარი პროკურორი დაკითხულა ამ საქმესთან დაკავშირებით, არადა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ სწორედ ოთარ ფარცხალაძის დავალებით მოხდა მისი საკნიდან გაყვანა. დღეს განსხვავებული იყო ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის პოზიცია. სწორედ ის იქნება ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი. ნინო ბურჯანაძემ დღეს რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი ნინო ბურჯანაძეა რადიო მაესტროს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით გალბატონ ნინო, მადლობა იმისთვის, რომ პასუხობთ ჩვენს შეკითხვებს და პირველ რიგში სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ და თქვენი პოზიციები ხელისუფლების დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, რომ ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიება დღეს დაწყებულიყო. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ საქმესთან დაკავშირებით და რამდენად არის დაგვიანებული ან საერთოდ საჭირო ამ საქმის გამოძიება? მოგესალმებით ანა, ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ვესაუბროთ უბრალოდ ჩემი აზრი გავაგებინო ჩვენს მსმენელს. ძალიან მნიშვნელოვანი თემა გახლავთ და მე დღეს კატეგორიულად მოვითხოვე, ისევე როგორც ფოთაშორის ერთი კვირის წინ, როდესაც პირველად გამოქვეყნდა ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დღეს მე კატეგორიულად მოვითხოვე, რომ უპირველეს ყოვლისა დადგეს იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც თავის დროზე არ გამოიძიეს ეს საქმე და რომელთა უყურადღებობამ, სამსახურებელთა დაუდევრობამ თუ უვიცობამ გამოიწვია ის, რომ ლამით ვანო მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოში, ესე ვთქვათ, მსხვერპლად და პოლიტპატიმრად მოგვევლინა. მე უნდა ვთქვა ერთი რამ ხაზგასმით. ნებისმიერი ადამიანის უფლება ეს იქნება დამნაშავე ვანო მერაბიშვილი თუ გაცილებით ნაკლებად ან არ ვიცი მეტად დამნაშავე ადამიანი, ნებისმიერი ადამიანის უფლებები ციხეში უნდა იყოს დაცული, არის სახელმწიფოს ვალდებულება და მით უმეტეს უნდა იყოს პროცედურები დაცული ყველა იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელთა თაობაზეც რეალურად გამადიდებელი შუშით გვიყურებს მთელი მსოფლიო. როცა ლაპარაკი არის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრზე და ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, რა თქმა უნდა წარმოუდგენელია, რომ გამოძიების გარეშე დარჩენილიყო ის განცხადება, როცა ითქვა, რომ ციხიდან გაიყვანეს, შეახვედრეს გენერალურ პროკურორს და ასე შემდეგ. მე არ ვიცი ამ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი, თუმცა ამ ბრიყვის ხელისუფლებისგან არაფერი არ გამიკვირდება და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ბრიყვის ადგილი ჰქონდა. მაგრამ იყო თუ არ იყო, ამისგან მიუხედავად გენერალურ პროკურატურას მომენტალურად ამ განცხადების გაკეთებიდან პრაქტიკულად რამდენიმე საათში უნდა აღეძრა სისხლის სამართლის საქმე და დაეწყო გამოძიება. დღეს ამ გამოძიების დაწყებას რეალურად არავითარი ფასი არ აქვს, იმიტომ რომ სრულიად ნათელია, რომ ხელისუფლებამ უკვე დაარღვია საპროცესო ნორმები, ხელისუფლებამ უკვე მისცა საბაბი ნაციონალური მოძრაობის, ესე ვთქვათ, პოლიტიკურ დევნაზე ილაპარაკონ როგორც სტრასბურგის სასამართლოში, ასევე დასავლეთში და აქ ახსნა ამის არის ორი. ან შეკრული იყო ეს ხელისუფლება, რომ ნაციონალური მოძრაობა გაეთეთრებინა და მიეცა მისთვის საშუალება, რომ კვლავ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და სერიოზული პროცენტი დაეფიქსირებია, ან უბრალოდ მართლა მათი ბრიყვეს საზღვარი არ აქვს. გალბატონ ნინო, მე-18 მუხლის დარღვევა, რომელზეც განსაკუთრებულ აქცენტს იგივე ნაციონალური მოძრაობა აკეთებს და რეალურად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ის მითითებული არის. თქვენი აზრით ეს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით თქვათ პოზიციები რომ ჩამოვაცილოთ ამ საქმეს, არის თუ არა საფუძველი იმის, რომ მოხდეს პირის პატიმრის გათავისუფლება?
არა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ავტომატურად იმის საფუძველი, რომ ნებისმიერი პირი განთავისუფლდეს. ახლა მე ნამდვილად არ მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობა რას ლაპარაკობს, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების ბრალია, ქართული ოცნების ბრალია, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ ხმის ამოღებას ბედავს. ჩაგდებული ქონდათ ენა მაპატიოს ჩვენმა საზოგადოებამ ამ გამოთქმისთვის და ვინები ქონდათ დაცლილი და საზღვარგარეთ მიდიოდნენ, უკვე ბილეთები ქონდათ აღებული 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მაგრამ რომ დაინახეს რა ბრიყვი ხელისუფლების ხელში ვართ, ისევ ესე თქვა გახსნეთ ეს ჩემოდნები დარჩნენ და აქეთ შემოგვიდიეს. როგორ უნდა ბედავდეს ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერები, ვინმეს პოლიტპატიმრობაზე ლაპარაკს, რა დროს ვანოს პოლიტპატიმრობაზე ლაპარაკია, როდესაც პოლიტპატიმრები და უკანონო პატიმრებით მართლა სავსე ქონდათ ციხე ვანო მერაბიშვილს და მიხეილ სააკაშვილს. როგორ ბედავენ საერთოდ პროცესუალური ნორმების დარღვევაზე ლაპარაკს, ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც სხვა თემებს რომ თავი დავანებოთ, აი ყველაზე ესე ვთქვათ რეზონანსულ საქმეს ვახსენებ 26 მაისს, როდესაც 26 მაისს ადამიანები სიკვდილამდე სცემეს და ვინც სცემას მეტნაკლებად გადაურჩა, მე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სამმართველოებში, ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალე სამმართველოებში დაუმატეს და მართლა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენეს ადამიანები და საერთოდ გირგვლიანის თემის შემდეგ ვანო მერაბიშვილის დამცველს როგორ უბრუნდება ვინმეს ამე პროფესიულ ადვოკატს არ უგულისხმობ, პოლიტიკოს როგორ უბრუნდება ენა იმაზე რომ რაიმე დარღვევაზე ილაპარაკოს. დაკავშირებულ საკითხზე აქ საუბარი არის ადამიანის უფლების დარღვევაზე, რა თქმა უნდა, მე სწორედ ამიტომ გითხარი. მათ შორის ევროპაში იყო შემთხვევები, რომ იულია ტიმოშენკოს გათავისუფლება მოხდა, იყო აზერბაიჯანში მსგავსი შემთხვევები. ამაზე აპელირებენ თქვენი ოპონენტებიც, ხელისუფლების ოპონენტებიც და ადამიანის უფლებათა დამცველების ნაწილი. არა, მაგაზე ოპერირებას ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ აქ მოხდა პროცესუალური დარღვევა, რომელიც ძალიან ცუდი იყო, რომ ეს დარღვევა მოხდა. მე ვგულისხმობ ამ ციხიდან გამოყვანის ფაქტს და სხვა პროცესუალურ დარღვევებს, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ გააკეთა აქცენტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ხელისუფლების ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი ჩავარდნა, მაგრამ ეს არ არის ის, რომ ვანო მერაბიშვილი არის, ესე ვთქვათ, უკანონო პატიმარი ან პოლიტპატიმარი, რომ ვანო მერაბიშვილი ყველაფერში მართალი არის, რაშიც მას ბრალი წაუყენეს და ასე შემდეგ. ესე რომ ნაციონალური მოძრაობა ხა არ ცხენიათ, როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ. აქედან გამომდინარე ნაციონალური მოძრაობა რას ლაპარაკობს ამის მოსმენას აზრი არ აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა ისე, რომ ეს ფორმალური საფუძველიც კი პროცესუალური დარღვევის ხელში არ ქონოდა ნაციონალურ მოძრაობას ალაპარაკო. გასაგებია და საარჩევნო თემატიკაზე მინდა გადავიდეთ. წინა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით პრემიერმა საგანგებო განცხადება გააგრძელა და მიმართა ინიციატივით პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში იქნებიან ჩართულები და იქიდან გამომდინარე, რომ დემოკრატიული მოძრაობაც იქნება ერთ-ერთი აქტიური პარტია, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნების წინ გააქტიურდება. თქვენთვის რამდენად მისაღები არის შეთავაზება, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა გუშინდელი განცხადებით პოლიტიკურ პარტიებს გაუგზავნა და მეორეს მხრივ მოხდება თუ არა ამ საკითხზე კონსულტაციები და თქვენი ჩართულობა თუ იქნება? იცით რა შეასახმე ხა მე გიორგი კვირიკაშვილს როგორც ადამიანს წლების განმავლობაში ძალიან დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის, რომ თუნდაც ჩემი მიმართვა, როდესაც მე მას დაახლოებით 2 კვირის წინ საგანგებო ბრიფინგით მივმართე, გიორგი კვირიკაშვილის ყურადღების მიღმა დარჩა. ეხლა მე მესმის, რომ პრემიერ-მინისტრი ყველა გადაცემას და ბრიფინგს ვერ უყურებს, მაგრამ არ ვიცი ახლა თუ საერთოდ არ მუშაობს მისი პრესამსახური, ესეც პრემიერ-მინისტრის ბრალია. როცა საარჩევნო გარემოზე მელაპარაკება მე დღეს პრემიერ-მინისტრი, მე ვთვლი, რომ მას არ აქვს მორალური უფლება სამართლიან საარჩევნო გარემოზე მელაპარაკოს, იმიტომ რომ მე და ჩემს თანაპარტიელებს ის და მისი გუნდი გვართმევს იმას, უფასო საეთერო დროის სახით, რაც ჩვენ მივიღეთ წინა არჩევნების, ადგილობრივი არჩევნების, თვითმმართველობის არჩევნების დროს და რაც ჩვენ მოხდა ხალხმა და არა კვირიკაშვილმა ან ბიძინა ივანიშვილმა. ასე რომ როცა საარჩევნო კანონმდებლობაზე და გარემოზე მელაპარაკებიან ადამიანები, მათ ამით მორალური უფლება უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ გიორგი კვირიკაშვილი აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, რომ მას არ აქვს მორალური უფლება საარჩევნო გარემოზე ილაპარაკოს, თუნდაც ამ ფაქტის გამო, იმიტომ რომ ესეთი რამ არ გაუკეთებია მიხეილ სააკაშვილსაც კი. არ მოსვლია თავში მიხეილ სააკაშვილსაც კი, რომ ხა იმის გვეშინოდა ხოლმე არაფერს დასამალი აქ არ არის. ქონდა ამის განცდა, რომ შეიძლება სპეცრაზმი შემოვარდნილიყო ოფისში, შეიძლება დაეპატიმრებინათ ნებისმიერ წუთს ჩვენი ესე ვთქვათ აქტივისტები, რასაც აკეთებდნენ კიდეც, მაგრამ ამისთან მიუხედავად დღისით, მზისით, კანონით და კანონმდებლობით მათ არ წაურთმევიათ პარტიისთვის პარლამენტის გადაწყვეტილებით ის, რაც პარტიას უკვე მოპოვებული ჰქონდა. ანუ ფიზიკურად შეიძლება წაერქმიათ, მაგრამ კანონის ესე შეცვლა სააკაშვილსაც კი არ მოსვლია თავში აზრად.
დღეს ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ გაიხსუმროს ვალი რესპუბლიკელების, რომელიც მთელ საქართველოს ძულს, გაიხსუმროს ვალი ალასანიასი, რომელმაც ატყუება 2009 წლიდან მოყოლებული სააკაშვილი და გადაარჩინა სააკაშვილი და ბოლომდე მიაყვანია თავისი საპრეზიდენტობა. ჩვენ გვართმევენ უფასო საეთერო დროს და ამ დროს უნაწილებენ ამ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოხვდნენ პარლამენტში, თორემ ვერასოდეს ვერ მოხდებოდნენ პარლამენტში, ყოველ შემთხვევაში 2012 წლის მდგომარეობით. ეხლა რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ თურმე ძალადობა ცუდია, ძალიან კარგად ვიცი, რომ ძალადობა ცუდია, ჩვენგან არასოდეს არ წამოსულა ძალადობა, მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, ჯერ გამოიძიონ ხურვალებში ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები, როდესაც ბასიშვილმა, დანო მერაბიშვილის და სააკაშვილის განკარგულებით ლამის სიკვდილამდე მიიყვანა ჩემი არაერთი თანაგუნდელი, ვინც იქ ვიყავით და ძირითადად ქალები ვიყავით, სხვათა შორის, გამოიძიონ იგივე კარალეთის ინციდენტი, სადაც ნაციონალური მოძრაობის პასუხისმგებლობის საკითხია, გამოიძიონ კორცხელის ინციდენტი, რომელიც ნამდვილად არის დღევანდელი ქართული ხელისუფლების, ქართული ოცნების პასუხისმგებლობის საკითხი და მე დავიჯერებ, რომ ნამდვილად ქართული ოცნება და სხვა პოლიტიკური პარტიები აღარ დაარღვევენ კანონს და ესე ვთქვათ, აღარ შელახავენ ვინმეს უფლებებს და ეხლა როცა მე გუშინწინ თვალნაცვლად ვუყურე კორცხელში, ნუ პირობითად გუშინწინ იმას, რასაც წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა და როცა დღეს მე მეუბნება ქართული ოცნება, რომ თურმე კორცხელში რაც მოხდა, იქ არაფერშვაში ხელისუფლება არ არის და ლამის 50 ლარიანი თუ არ ვიცი რამდენ ლარიანი ჯარიმით უშვებენ ხალხს, როგორ უნდა დავიჯერო მე ამ ხელისუფლების გულწრფელობის და როგორ უნდა დავიჯერო იმის, რომ მათ თუ დაჭირდებათ, ხვალ იგივეს არ გაუკეთებენ სხვა პოლიტიკურ პარტიას. ასე რომ კი ბატონო, ჩვენ ყოველთვის მომხრე ვიყავით იმისა, რომ ძალადობა არ ყოფილიყო და შეურაცხყოფა არ ყოფილიყო და ჩვენგან ეს არასოდეს არ წამოსულა, ჩვენ არასოდეს არ დაგვიტყია არ ძალადობა, არც ვინმე შეურაცხყოფა, არც ვინმესთან სიძულვილისენით საუბარი, მაგრამ თუ ამაზე გველაპარაკებიან სხვები, ვისგანაც ეს არაერთის არის წამოსული, მაშინ კეთილი ინებონ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო. გასაგებია, თუმცა პოლიტიკური ნების გამოხატვისთვის ალბათ გარკვეულ როლს შესაძლოა თამაშობდეს ეს განცხადებაც, მაგრამ მე მინდა ამ შემთხვევაში კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება რეკლამის ნაწილში. მაშინ, როდესაც მედია საშუალებებს ინფორმით სთავაზობენ გარკვეული ვალდებულებების დაწესებას, რომელიც უკავშირდება 2 წუთ ნახევრის დათმობა საათის განმავლობაში, მაშინ 12 წუთი არის შეზღუდვა სარეკლამო დროის და ეს მათთვის ნიშნავს იმას, რომ ისინი კარგავენ გარკვეული მოცულობის თანხას. თქვენთვის ეს არის კერძო საკუთრებაში ჩარევა, თუ ამ შემთხვევაში წინა საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისათვის აუცილებელი პირობა იმის, რომ ყველა პარტიას ჰქონდეს, მათ შორის მათთვისაც არ აქვს საკმარისი თანხები იმის, რომ პრაიმ ტაიმში დაიკავონ დრო, საშუალება რომ ამ ურჩეველს ჰქონდეს მათ შესახებ ინფორმაცია, თუნდაც სარეკლამო რგოლებით. მე საერთოდ მიმაჩნია, ეს ჯერ ერთი მე რა თქმა უნდა მომხრე ვარ იმისი, რომ გონივრული ბალანსი ტელევიზიებისათვის დაცული იქნას, იმიტომ რომ 11 და 15 და 20 პარტიის რეკლამა როცა გავა, არა მარტო ტელევიზია დაზარალდება, არამედ რეკლამის არსი კვდება უბრალოდ, იმიტომ რომ ვერც ერთი ადამიანი მეც კი ვერ უყურებ, მე-14 ან მე-10 თუ გავა ჩემი პარტიის რეკლამა, ეს უბრალოდ ნათელია და მე მგონია რომ ეს შეგნებულათაც კეთდება, სწორედ იმიტომ რომ იმ პარტიებსაც რაღაცა აქვს ხალხისთვის საქმელი და რაღაც ახალი უნდათ ხალხს უთხრან, ამ პარტიებს ხელი შეეშალოს, რომ ადამიანებმა თავიანთი ხმა მიიტანონ. ეხლა რაც შეეხება გარკვეულ შეზღუდვებს ხელისუფლების ტელევიზიების საარჩევნო დროისთვის, ეს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში კიდევ ვიმეორებ იყოს დაშვებული, იმიტომ რომ არსებობს მოჭარბებული საზოგადოებრივი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს და შეიძლება ახლა ცოტა მოაკლდეს ტელევიზიებს თქვა შემოსავალი, ოღონდ კი ქვეყანაში არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით, ის გარემოება, რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს, სხვა ვაპირებენ მესამე მოსმენით უყარონ კენჭი ამ კანონს და შეიძლება ამ მრჩეველმა თქვას, რომ რა გაგვიცხალეთ გული, მაცივარი ცარიელი გვაქვს და რა დროს თქვენ საარჩევნო დროზეა ლაპარაკიო, მაგრამ მე მინდა ბოდიში მოუხადო ჩვენს მსმენელს და ვუთხრა, ძალიან მნიშვნელოვანია ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ ეს არის ის დრო, როდესაც თქვენ უნდა გითხრათ რას გპირდებით და თქვენ ამის მოსმენის შემდეგ უნდა გადაწყვიტოთ, რომ ჩვენ ამას რომ გპირდებით, ისევ ტყუილი დაპირებებია, თუ შეგვიძლია ამ დაპირებების შესრულება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს დრო მქონდეს, იმიტომ რომ მე ვპირდები ჩვენს ამომრჩეველს. რომ აბსოლუტურად ყველა თემასთან დაკავშირებით, რომელზეც იქნება გაცემული დაპირება ჩემი პარტიის მხრიდან, ჩვენ აბსოლუტურად ყველა ამ დაპირებას გვერდით დაუდებთ იმ მუხს, იმ წყაროს, საიდანაც ამ დაპირების შესრულებას ვაპირებთ
და ამორჩეველი მიხვდება, რომ ჩვენ მათ არ ვატყუებთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება უფასო საეთერო დრო, იმიტომ რომ ჩვენ არ აგვაქვს შესაძლებლობა 10 და 12000 დოლარი გადავიხადოთ ერთ წუთში, რაც ღირს კომერციული რეკლამა. როცა ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ჩემს პარტიას და რამდენიმე პარტიას ეს დრო წაართვას და მიცეს 11 პარტიას, ამით ის კი არ აძლიერებს, ესე ვთქვათ, განსხვავებულ აზრს და პარტიის და პოლიტიკურ კულტურას, არამედ კლავს პოლიტიკას საქართველოში და ეს თუ შეიძლება ზოგიერთმა ამორჩეველმა ეს თქვას, რომ მოკვდება პოლიტიკა და ჯანდაბას მოკვდესო, ძალიან დიდი შეცდომა იქნება, იმიტომ რომ პოლიტიკა ცუდი თუ კარგი არის ის, რაც ქვეყნის განვითარების საწინდარია. და პოლიტიკა როცა კვდება ქვეყანაში, მაშინ ქვეყანა გადაიქცევა ერთი პირის საწარმოდ, გადაიქცევა უბრალოდ ესე ვთქვათ კომერციულ ობიექტად და ამ კომერციულ ობიექტში თითეული ის ადამიანი, ვინც ახლა ისმენს ამ ჩემ გამოსვლას და თითეული ჩვენგანი ხვდებით ვიღაცის სათამაშო ფიგურები. აი ამისკენ მიდის ეს ყველაფერი და არა საარჩევნო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, იმიტომ რომ დედამიწაზე არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, ყველაზე დემოკრატიულიც კი, სადაც იმ პარტიებს, რომლებსაც ხალხმა მხარი დაუჭირა, რომლებმაც ბარიერი გადალახა და რომლებმაც მიიღო ხალხის მხარდაჭერა და იმ პარტიებს, სადაც თითოქაცია და ერთ მანქანას ვერ ავსებენ პარტიის წევრებით და 0,1-დან 0,2% ან თუნდაც 1% აქვს მიღებული, ამ პარტიებს კონდეს ერთნაირი დაფინანსება, ერთნაირი საეთერო დრო და ერთნაირი პრივილეგიები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მინდა ამორჩეველმა სწორად გაიგოს და ჩვენმა მსმენელმა, აქ არ არის ლაპარაკი პარტიის კომერციულ ინტერესზე. აქ არის ერთადერთი ინტერესი, რომ ჩვენ გქონდეს შესაძლებლობა მაყურებელმა მოგვისმინოს და მაყურებელმა ანალიზი გააკეთოს. მე ვამბობ სწორს და ჩემი პარტია და ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ ის, რასაც ვაპარაკობთ, თუ რომელიმე სხვა პარტია. ამის საშუალების წარსმევას ცდილობენ ახლა ჩვენთვის და შესაბამისად ამის საშუალების წარსმევას ცდილობენ რეალურად ამომრჩევლისთვის, როდესაც 5 პარტიის და 5 ესე ვთქვათ სარეკლამო რგოლის მაგივრად 11, 15 და 20 სარეკლამო რგოლს თავაზობენ, რომელსაც ადამიანი აღარ უყურებს უბრალოდ სამზარეულოში გავა, როგორც კი რეკლამა დაიწყება და შესაბამისად ვერ გააკეთებს ანალიზს, რომელი პარტია უნდა შემოხარდოს, რომ თავის გაჭირვებულ ყოფას რაღაცა უშველოს. აი ეს არის ყველაზე სამწუხაროდ და არა ის, რომ ვიღაცა ცოტა ნაკლები დროით გამოჩნდება ტელეეთერში. ეს მინდა ხალხმა იცოდეს და ესმოდეს მათ, რომ საქართველოში მიდის რეალურად მცდელობა მოკვდეს პოლიტიკური ცხოვრება და საქართველო გადაიქცეს დიდ შეზღუდული, ესე ვთქვათ, პასუხისმგებლობის საწარმოდ. ეს აღარ არის ქვეყანა, ეს არის რეალურად საწარმო და კომერციული ობიექტი, რომელიც ვიღაცის ინტერესების სადარაჯოზე იქნება და არა ხალხის ინტერესების სადარაჯოზე. გასაგებია, ჩვენ იმედს გამოთქვამთ, რომ გვექნება საშუალება, მათ შორის თქვენი პარტიის პროგრამის უფრო ცვლად გაცნობის ჩვენი მსმენელისათვის. აუცილებლად. მადლობა, პირობა მიღებულია ნინო ბურჯანაძესთან ვისაუბრებთ უკვე პროგრამის წარდგენის შემდეგ იმ დეტალებზე, რომელსაც დემოკრატიული მოძრაობა წარმოადგენს. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი იყო დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. მადლობა მას გადაცემაში ჩართვისთვის. ჩვენ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს უკვე წინასაარჩევნო გარემოზე და იმ შეთავაზებაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა პარტიებს გაუგზავნა საარჩევნო გარემოს მშვიდობიანი წარმართვისათვის. ელისო ჩაფიძე იქნება რადიოაქტიური ზონის მეორე ნაწილის სტუმარი. დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში.